საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. ეკონომიკური გუნდის ვიზიტი, რომელიც პოლიტიკურ მდგენელს ცვლის. საქართველოს ეკონომიკური გუნდის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. საუბრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში. ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა შეხვედრებს როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე მართავდნენ. შეხვედრის შემდეგ ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებასთან ძირითად საკითხებზე სრული თანხმედრა აქვს. განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით. ასეთია ვაშინგტონის პოზიცია. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის წარმომადგენლებთან, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას უახლოეს მომავალში საფასუხო ვიზიტი საქართველოში აქვს დაგეგმილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ყაზახეთისა და თურქეთის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებსაც შეხვდა. შედგა საუბარი პოტენციურ ინვესტორებთანაც. რა გზავნილებით დაბრუნდა საქართველოში ქვეყნის ეკონომიკური გუნდი, რამდენად ცვლის ეკონომიკურ-ფინანსური ურთიერთობა არსებულ პოლიტიკურ სურათს, ინტერესდებიან თუ არა ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტირებით და როგორ ჩაიარა ვიზიტმა. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება ამ ყველაფრის შესახებ ღამის კურიერში ვისაუბროთ. ჩვენს კითხვებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უპასუხებენ. შეგვიძლია დავიწყოთ ქალბატონი ნათიათი, რომელიც უკვე სტუდიაშია. საღამომშვიდობისა. მადლობა დიდი, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ქალბატონო ნათია, ჩამოხვედით შეერთებული შტატებიდან, ვადევნებდით მედია და საზოგადოების ნაწილიც ალბათ თვალს თქვენს ვიზიტს და ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს გაფუჭებული ურთიერთობა, რაღაც სტრატეგიული ურთიერთობა ჯერჯერობით შეწყვეტილი, ამიტომ ამ ფონზე თქვენი ვიზიტი, აი მის ამბავში თქვი, რომ რაღაც პოლიტიკური მდგენელიც ქონდა ამ ეკონომიკური გუნდის ვიზიტს. თუმცა თქვენთან რა თქმა უნდა ეკონომიკურ ნაწილზე საუბარს ვაპირებ და პირველ რიგში მინდა საერთოდ აი ზოგადი იმით დავიწყო, რომ რა გზავნილებით დაბრუნდით საქართველოში ეკონომიკურ გუნდი, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდა რაზეც აი ჩამოვთვალე კიდეც. ჩავედით პოზიტიური გზავნილებით და დავბრუნდით პოზიტიური გზავნილებით, ეს მინდა გითხრათ. ხო, და რას ნიშნავს ეს, რომ ამგვარად? ხო, რასაკვირველია ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან ბევრი გარე გამოწვევა არსებობს, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ფრაგმენტაციის პროცესი, გადალაგება სავაჭრო, ასე ვთქვათ, ნაკადების და ასე შემდეგ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება, განსაკუთრებით ჩვენი ორი დიდი საერთაშორისო საფინანსო პარტნიორი ორგანიზაციის სახით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები ტარდებოდა ვაშინგტონში, ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ჩვენ ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ჩავედით გაძლიერებული დელეგაციით, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის გუნდი ვიყავით. საშუალება რომ ლაშა ხუციშვილსაც გავესწროთ. ქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვადასხვა დონეზე, ეს იყო როგორც მენეჯმენტთან, მაღალი დონის ხელმძღვანელობასთან, ასევე ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს მისიასთან და მათ ხელმძღვანელებთან, ჩვენი ქვეყნების ჯგუფებად არის დაყოფილი და იქ არის საქართველო და ამ ჯგუფის ხელმძღვანელებთან, ანუ ყველა დონეზე, ასევე მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის პირებთან, სადაც ვისაუბრეთ ზოგადად, ესე იგი, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების სტატუსზე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ანუ იყო ძალიან კარგი სამუშაო ვიზიტი. მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საგაზაფხულო შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულია და რეგულარულად ტარდება განსაკუთრებულ დროს, შეიძლება ითქვას, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის ეკონომიკური გლობალური პროცესები, ანუ გლობალური ეკონომიკური წესრიგის გადალაგება ხდება, შეიძლება ასეც ითქვას. ისევე როგორც პოლიტიკური, ეს რა თქმა უნდა ურთიერთკავშირში არის, ხდება თუ კი წინა, ასე ვთქვათ, პერიოდი და მრავალი ათწლეული ქონდა ჩვენ ეგრეთ წოდებული გლობალიზაციის მიმართულება, გლობალიზაციის ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა რეგიონი უფრო მეტად შეკავშირებული ხდებოდა სავაჭრო ურთიერთობებით, ტექნოლოგიებით, ინდუსტრიული
ღირებულებების ჯაჭვით. კი, ხედავთ იგივე ტრამპის ახალ სატარიფო პოლიტიკასაც ქვეყნებთან მიმართებაში. ეს არ დაწყებულა ახლა გუშინ, მაგრამ აი ბოლო პერიოდში ძლიერდებოდა უკუ პროცესები, ანუ გლობალიზაციის და ესე ვთქვათ, გლობალური ვაჭრობის გაძლიერების და შეკავშირების ნაცვლად უფრო საპირწონე პროცესი წავიდა, რომელიც ფრაგმენტაცია ეწოდება მას, ანუ პირიქით უკუ პროცესი, რომელმაც ახლა ალბათ რაღაცა ასე ვთქვათ, თავის პიკს მიაღწია, შეიძლება ითქვას, იგივე სატარიფო, ასე ვთქვათ, ახალი ინიციატივები, სავაჭრო დაპირისპირება და დაძაბულობა შეიძლება ითქვას, ასევე გეოპოლიტიკური პროცესები ხო, რუსეთ-უკრაინის ომი, დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სხვა რეგიონებში და აქედან გამომდინარე ეს შეხვედრებიც იყო არა მარტო საქართველოს დელეგაციისთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა ამ შეხვედრებში. იყო სწორედ ამ ეგიდით წარმართული, ყველა საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რაც ახლა არსებობს. ამ თვალსაზრისით საუბრობდა იმ გაურკვევლობაზე, არაპროგნოზირებადობაზე, რაც ზოგადად სუფევს გლობალურ ეკონომიკაში და კონკრეტული ქვეყნების წინაშე დგას ეს გამოწვევა და თუ რამდენად ძლიერად ეგებება, მომზადებულად ეგებება ესა თუ ის ქვეყანა ამ გამოწვევებს. მათ შორის საქართველოს. მათ შორის საქართველოს. ახლა ჩვენი მხრიდან ესე იგი ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რაზეც ჩვენ საუბრობდით და ეს ფაქტია პრაქტიკულად ესე წარმოჩინდა, რომ საქართველოს ამ გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტალური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით, გაუმჯობესებული საგარეო ბალანსით და მინარე ანგარიშის დეფიციტით, ძალიან ძლიერი ფისკალური ანუ საბიუჯეტო პარამეტრებით, დაბალი დეფიციტით, დაბალი სახელმწიფო ვალით და მართლაც შესაშური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ეს ერთი. და მეორე რა მესიჯით ჩვენ მივიტანებთ და ვხედავთ ამის გააზრებას, ეს არის რომ საქართველოს აქტუალობა, საქართველოს როლი იზრდება, მე ვახსენე ფრაგმენტაცია კიდე სხვაგვარად შეიძლება აღვიქვათ როგორც რეგიონალიზაცია. ანუ იმის ნაცვლად რომ მთლიანად გლობალური ასე ვთქვათ სოფლიო იყოს უფრო შეკრული, ეხლა ხდება უფრო რეგიონალური თანამშრომლობის წარმოჩენა, ასევე როგორც საპირწონე პროცესი და აი ამ კონტექსტში ჩვენი შუადერე ფანი, სადაც საქართველოს სტრატეგიულ ადგილს იკავებს, მით უფრო მეტად აქტუალური გახდა განსაკუთრებით თუნდაც სოფლიო ბანკისთვის, რომელიც ზოგადად ცნობილი არის რეგიონალური პროექტებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და ასე. რა თქმა უნდა და აი ნებისმიერი ამ განვითარების პროცესში ჩვენს რეგიონში, ჩვენს შუადერეფანში საქართველოს ადგილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ათად გაიზარდა ჩვენი აქტუალობა და ამის გააზრებას ვხედავთ და ამასაკნობა ის ზომიერი ოპტიმიზმი, რასაც ჩვენ გამოვხატავთ და ის პოზიტიური ზამთრები. მინდა რომ რაღაც შეხვედრებს უფრო დეტალურად გავყვებით, თქვენთან ბევრი კითხვა მაქვს, თუმცა პირველ რიგში გამოვყოფთი სავალუტო ფონდთან შეხვედრას, მხოლოდ იმითომთან რომ ამ ეტაპზე თქვათ პროგრამა შეჩერებულია, ხო? თუ იყო და ამის შემდეგ ფინანსთა მინისტრთანაც დავსვა მე ამ კითხვას და ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი, ამის მიუხედავად ვიზიტი შედგა, თქვენი შეხვედრა იყო და იყო თუ არა საუბარი ამ თანამშრომლობის აღდგენაზე და რა ტიპის ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს ამჟამად სავალუტო ფონდთან დღეს? სავალუტო ფონდი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია, ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა საქართველოში. რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ჩვენ ასე ვთქვათ ბიუჯეტისთვის მათგან ვისესხოთ და ბოლო პერიოდში ჩვენ ეს აუცილებლობა არ დაგვდგომია, მაგრამ მთლიანობაში ზოგადად სანდოობისთვის, ბიზნესის თვალში, ინვესტორების თვალში ყოველთვის კარგია, როდესაც სავალუტო ფონდი არის ძლიერად წარმოდგენილი ქვეყანაში. მე გავაკეთე ეს კომენტარი და აქაც გამეორდები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არც ერთ წუთით არ შეწყვეტილა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სამწუხაროდ იყო დაპაუზებული. შეჩერება მას დაპაუზებული იყო, მაგრამ იყო ამის აღდგენაზე საუბარი, მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობაც. ეს არის იგივე ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის მისია, ეს პროგრამა, ეს მისია ჩვენ გვესტუმრება უახლოეს დღეებში და იქაც ვიმსჯელებთ ყველაფერზე. ეს არის ტექნიკური დახმარების ანუ ველით სავალუტო ფონდის მისია საქართველოში, უახლოეს დღეებში მისია საქართველოში დაგეგმილია უკვე თარიღები დაგეგმილია მაისის ბოლოს იქნება, სადაც ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი. ტექნიკური დახმარების პროგრამები მათთან არ შეჩერებულა, მათ შორის ეროვნული ბანკიც სარგებლობს უამრავი ტექნიკური დახმარების პროგრამით, მათ შორის არის კიბერუსაფრთხოებით დაწყებული და ზედამხედველობის საკითხებით დამთავრებული საბანკო ზედამხედველობით. ანუ ეს მჭიდრო თანამშრომლობა სულ გრძელდება. პროგრამაზე ვისაუბრებთ, როდესაც მისია ჩამოვა, მაგ პროცესშიც ესეთი
რაღაცაც ითქვა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ გაგებით იყო ეს, ასე ვთქვათ, მოსმენილი, რომ ჩვენ ვიდრე ახალ პროგრამაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა შევაფასოთ ეს დაპაუზებული ფორმალურად მიმდინარე პროგრამის მდგომარეობა, რა ღია საკითხები იყო, რა შესრულდა შემდეგ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა იყო დაპაუზებული, ჩვენ მაინც ვაგრძელებდით, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი ამ პროგრამის მიხედვით მუშაობას, რა შესრულდა, რა დარჩა ღია იმისთვის, რომ ეს საკითხები აღარ დაუდგეს წინ ჩვენ შემდგომ თანამშრომლობას. ეხლა კი თავის დროზე იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის შეჩერების შესახებ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პრაქტიკულად საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც პროგრამაში, აი ამ პროგრამაში, დაპაუზებულ პროგრამაში იყო მოყვანილი, ჩვენი მხრიდან იყო შესრულებული, ანუ ამ კუთხით არანაირი, ასე ვთქვათ, სასაყვედურო ამ შემთხვევაში საქართველოს ქართულ მხარეს არ ქონდა, მათ შორის ჩვენ მხარეს ეს იყო წმინდა რეზერვები, ფინანსთა სამინისტროს მხარეს ეს იყო საბიუჯეტო დეფიციტი, ყველაფერი იყო ზედმიწევნით შესრულებული. ნუ სხვა საკითხია, რომ მიუხედავად ამისა, მაინც იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის დაპაუზების შესახებ, რამდენად გამართლებული იყო მაშინ იმ დროს ეს გადაწყვეტილება, ეს კიდე ცალკე საკითხია, მე პირადად იყო ამაზე საუბარი. ჩვენ ვართ პარტნიორები. პარტნიორებს შორის არ შეიძლება რომ თემა იყოს დახურული. ყველაფერზე ხდება საუბარი. ახლა მე პირადად ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზანი მაშინ რაც იყო დასახელებული, რომ ეროვნული ბანკის კანონში შევიდა ცვლილება, პირიქით სასიკეთო ცვლილება იყო, იმიტომ რომ გამჭირვალეთ და საუკეთესო სტანდარტით კანონით დარეგულირდა თუ რა ხდება ისე დროს, როდესაც ეროვნულ ბანკს არ ყავს მოქმედი პრეზიდენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომ მას პირველი მოადგილე ცვლის. და სწორედ ეგ სიტუაცია ჰქონდა ჩვენ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კონიუნქტურიდან გამომდინარე, დიდხანს არ ყავდა პრეზიდენტი. ხო და აქედან გამომდინარე საუკეთესო გამოსავალია ახლა ეს განმარტება მოხდა იქ ხოლმე პარტნიორებთან. გამოდონათია, განვაგრძელოთ საუბარი. ბევრი რამე გაკეთა აქ გაუმჯობესების მიმართულებით, იგივე რა და უშუალოდ წუხილიც ქონდა სავალუტო ფონდს, რომ აღმასრულებელი წევრების რაოდენობა ჩვენს სამეთვალყურო საბჭოში ჭარბობს, არა აღმასრულებელს, ესეც გამოსწორდა. ახლა 9 წევრი ყველა არის პარლამენტის მიერ დამტკიცებული და დანიშნული, არა აღმასრულებელი წევრების რაოდენობა 5 არის და 4 ვართ აღმასრულებლები, ანუ თვითონ ის პრინციპი, რომელიცაც ასე ვთქვათ, უნდა იყოს ეს წარმოდგენილი და ასე ვთქვათ, თანაფარდობა დაცული არის, ანუ ეს წუხილიც არის რაღაცნაირად გადაწყვეტილი და აღარ უნდა იყოს ჩვენ შორის ეს ალბათ საკითხი, ასე ვთქვათ, რაღაცა პრობლემური და ნუ ბევრი სხვა საკითხი, იგივე ფინანსთა სამინისტროს მხარესაც რაც იყო ღია საკითხები, 2 წლის განმავლობაში ესეც ამოწურულია. ამიტომ მე პოზიტიურად ვარ განწყობილი და ოპტიმისტურად, ასევე რაც დავინახე სავალუტო ფონდის მხრიდან, შემდგომი თანამშრომლობის ფორმებზე, სურვილზე, ფორმატზე შევთანხმდებით. მადლობა, აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს, კიდევ ბევრ სხვა თემას თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყავს სტუმრად და ქალბატონ ნათია, საუბრობთ რაღაც ბიუჯეტის შესრულებაზე, ხო ამ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ნუ ბიუჯეტს ერთის მხრივ ინვესტიციებიც ავსებს. ასე ვთქვათ და თქვენ გქონდათ შეხვედრა ორგანიზმის მიერ ორგანიზებული ესეთი საინვესტიციო გარემოში გქონდათ პრეზენტაცია და ინვესტორებთან შეხვედრა. შეგიძლიათ გითხრათ, იყო თუ არა ინტერესი ინვესტორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში და ვთქვათ, ან რეალური ინტერესი რომელიმე მსხვილმა ინვესტორმა თუ გამოთქვა და არიან ესენი ამერიკელები, ვთქვათ, ევროპელები, არ ვიცი, მოკლედ რა იყო ამ შეხვედრის ესეთი ხელშესახები შედეგი თუ შეგიძლიათ გითხრათ. საინვესტიციო ბანკმა JP Morgan-მა ორგანიზება გაუწია ჩვენს შეხვედრას საინვესტიციო ფონდებთან. საინვესტიციო ფონდები ძირითადად ანუ მსხვილი ესეთი ინსტიტუციური და კერძო ინვესტორები ფონდების სახით იყვნენ წარმოდგენილები. ნაწილი ამ საინვესტიციო ფონდების აქტიურები არიან უკვე ისედაც არიან ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილები, ძირითადად ფასიანი ქაღალდების ვაჭრობით არიან დაკავებულები, ჩვენი სახაზინო ობლიგაციების, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ინტერესდებიან. ნაწილი ახალი ინვესტორები იყვნენ, ვინც ახლა სწავლობდნენ საქართველოს ბაზარს. ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც, რამოდენიმე თვის წინაც ჰქონდა მე ევროპაში მსგავსი შეხვედრა, ყოველთვის ახლა იმ ბოლო პერიოდში ვაწყდებით, რომ ინტერესი არის ძალიან მზარდი და ამას აქვს მარტივი ახსნა. საქართველო ამ გლობალური გამოწვევების, მაღალი გაურკვევლობის, ეკონომიკური კრიზისის, რომელიც ხოდა რყევების ფონზე წარმოადგენს ძალიან მომგებიან კონტრასტს. ძალიან მომგებიან კონტრასტს და მართლაც თვალსაჩინო მაგალითს, სადაც არის სტაბილურობა,
სადაც არის მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს რეგიონში ვიმყოფებით ჩვენ, ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა და სადაც არის სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსთა მინისტრმაც ისაუბრა, არის გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს არ არის ერთჯერადი ფაქტორი რაღაცით გამოწვეული. ბოლო 4 წლის განმავლობაში რო ავიღოთ ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.4%-ია, უმაღლესი ეკონომიკური ზრდა. ეხლა რო ვიყავით ჩვენ ვაშინგტონში ჩასულები, სწორედ მაგ დროს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიში, რომელშიც საქართველო, რო შეხედოთ თქვენ ასე ვთქვათ შედარების ცხრილებს, მეორე არის ზოგადად სოფლიოში ერთსულ მოსახლეზე რეალური მთლიანში პროდუქტის ზრდის ტემპით 10.7%, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ეს რას ნიშნავს ინვესტორისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი მოგება იქნება. ანუ ჩვენთან ჩადებული თითოეულ დოლარზე ან ევროზე მიიღებს შედარებით უფრო მაღალ უყურებას, ვიდრე სხვაგან, რომელიც იმ რისკებსაც დაფარავს, რომ საქართველოს რთულ გარემოცვაში იმყოფება და ბევრ სხვა, ასე ვთქვათ, ფაქტორს გაუმჯობესებს. იყო კონკრეტული დაინტერესებები, არა, აი მოგეთ შემდგომი რამე თუ დაიგეგმა საინვესტიციო ფონდებთან ერთად. საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, ყოველთვის როცა ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება, ძირითადად ახლა ეს არის ესეთი პორტფელიური ინვესტიციები, ანუ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მარტივად რო ვთარგმნოთ, ახლა ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ახლა ვაკვირდებით იგივე, რომ რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება, სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება და ერთ-ერთი ფაქტორი არის, რა თქმა უნდა. ხო, რასაკვირველია, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ინვესტიციები. ანუ ისევ და ისევ ვამბობ, რომ უყურებენ ისინი, რომ მთელი ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად COVID პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მიუხედავად ბევრი ფაქტორისა, საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი მიზნობრივ მეტად დაბალი ინფლაცია. აი ახლა გამოქვეყნდა პრაქტიკულად დღეს გამოქვეყნდა მარტის ბოლო მონაცემი, მთლიანი შიდა პროდუქტი მარტშიც გაზრდილი არის 9%-ით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი იქნება გაცილებით უფრო მაღალი ალბათ, ვიდრე ჩვენ მანამდე ვარაუდობდით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ხოლო ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივი სირგვლივ, ანუ არ არის მაღალი, წინა წელს საერთოდ საშუალო ინფლაცია იყო 1.1%, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან კვლავ დაბალი არის ინფლაცია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური. ინფლაცია რადგან ახსენეთ, თქვენ ნიუ-იორკის ფედერალურ ბანკშიც ჰქონდათ სარეზერვო ბანკს გულისხმობ შეხვედრები, რა თემები განიხილებოდა, როცა რეზერვებზეა საუბარი იყო, აქ იგივე მე ლარზეს გადავალ, მაგრამ იყო რამე მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი, აქაც ესეც რომ მითხრათ ამერიკის თემა მინდა ამოვწურო და გადავიდე უკვე სხვა თემებზე. ფედერალური სარეზერვო ბანკი არის ჩვენი მრავალი წლის სტრატეგიული პარტნიორი, 93 წლიდან ურთიერთობს საქართველოს ეროვნული ბანკი და ფედერალური სარეზერვო ბანკი. ის არის ჩვენი პარტნიორი სადოლარო ლიკვიდობის მიწოდებაში ბაზარზე, დოლარის ბანკნოტების მიწოდება ხდება ყოველთვის მათგან, ბევრი სხვა მიმართულებით თანამშრომლობა. დოლარის, ხო, ეს რო თქვა მათგან ხდება. მოწოდება ხდება მათგან, იმიტომ რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ესეთ სტრუქტურა, რომელსაც აქვს ცენტრალურ ბანკებთან ურთიერთობა, მათ შორის საქართველოს ცენტრალურ ბანკთან, ეს არ არის კერძო ბანკი, ასე ვთქვათ, კი, რასაკვირველია და მართლაც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი, იმიტომ რომ ნებისმიერ რთულ პერიოდშიც კი აი COVID პანდემიის დროს, როდესაც ფიზიკურად შეწყდა ბევრი რამის მიწოდება, მათ მოახერხეს და უზრუნველყეს და არ შეიქმნა ჩვენს ბაზარზე დოლარის ბანკნოტის დეფიციტი ან რამე სხვა სახის ამ კუთხით შეფერხება. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიმყოფებით ჩვენი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და ხვდებით ჩვენ პარტნიორებს, რომ მათ მოუყვეთ ბოლო განვითარების შესახებ ჩვენ საფინანსო ბაზარზე, მათგან მოვისმინოთ, გვაქვს ბევრი ტრეინინგ პროგრამა ერთმანეთში, ძალიან გვეხმარებიან ამ თვალსაზრისით და მართლაც ერთ-ერთი ისეთი სანდო პარტნიორი თუ კი ჩვენ ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულ ბანკს, ეს არის ფედერალური სარეზერვო ბანკი და ამჯერადაც ძალიან თბილი, კარგი მეგობრული შეხვედრა შედგა. ამერიკის გარდა იმყოფებოდით ჩინეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ანუ ეროვნული ბანკის ესეთი რაღაც მუშა ჯგუფი ამ ბოლო დროს ხშირ ვიზიტებს მართავს. რასთან არის ეს დაკავშირებული და ნუ ჩინეთს გამოვყოფთი, რადგან აი ფინანსთა მინისტრთანაც საუბრობდი, მოკლედ ამ ჩინეთზე, როდესაც ამერიკულ ინვესტიციებზე ან ამერიკასთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე საუბარი, მუდმივად იწევა ხოლმე ჩინეთის თემა, რომ ეს ხო არ შექმნის რამე პრობლემას. ანუ თქვენ რა ტიპის შეხვედრები ქონდა და რაზე საუბრობთ, ნუ თქვენ ეროვნული ბანკი ჩინეთთან ამ შემთხვევაში?
მე წეგანაც გპასუხობდით და ვახსენე ჩვენი დერეფნის აქტუალობა და საქართველოს აქტუალობა როგორც დამაკავშირებელი ხიდის ამ ჩვენ შუა დერეფანში, ანუ ევრაზიული დერეფანი დავარქვათ თუ გნებავთ, მაგრამ შუა დერეფანი შემოვიდა უკვე ეს ტერმინი, რომელიც ბევრ ქვეყანას აერთიანებს ერთი ნიშნით, ეს არის ის რეგიონალური ვაჭრობა, რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტები და ურთიერთობა. ამ რეგიონალურ პროექტებს ვაჭრობას თანამშრომლობას ცხადია მოყვება ფინანსების სფეროში თანამშრომლობა. ბანკები ერთმანეთთან აკეთებენ გადარიცხვებს, კომპანიები ერთმანეთთან აკეთებენ ანგარიშწორებას და ყოველთვის ასეთი შეხვედრების დროს ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, თუ როგორ დავაახლოვოთ ჩვენი საფინანსო სისტემები უფრო მეტად, ჩვენ გავხდით უკვე გლობალური ბიზნესისთვის და მათ შორის გლობალური საფინანსო სფეროს ბიზნესისთვის პლატფორმა. ჩვენ მაგალითად გვაქვს უკვე ყავს ახალი ციფრული ბანკები, რომელიც არის ზოგი სინგაპურული ბანკი არის, ზოგი რომელიღაცა სხვა იურისდიქციიდან და პრაქტიკულად ამ კუთხით საინტერესონი ვართ, მათ შორის აზიური ბანკებისთვის, ყველა ის ქვეყანა თქვენ დაასახელეთ, იქაც ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ისეთი დეტალური პრეზენტაცია ჩვენი საფინანსო სექტორის, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საინვესტიციო გარემო და ველოდებით, რომ იგივე ჩინურ ბანკებთანაც უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა, დაწყებული საკორესპონდენტო ურთიერთობები ჩვენ ბანკებს შორის დამთავრებული კონკრეტულად ინვესტიციებით. ჩვენ დღეს მხოლოდ ერთი ჩინური ბანკი ყავს ბაზარზე, ეს არის ბაზის ბანკი, არაჩვეულებრივი კარგი ისეთი ძლიერი ბანკი არის, მაგრამ გაგვიხარდება თუ მეტად იქნება წარმოდგენილი. არა მხოლოდ ჩინური ბანკები, მე ვახსენე სინგაპურული ბანკი, ასევე ჩვენ თურქეთთან გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა და ცხადია ევროპასთან, იმიტომ რომ ევროპული ფინანსური ინვესტორები ჩვენთან წარმოდგენილები არიან კიდევაც და უფრო მეტად გვინდა გავაძლიეროთ. აი, ბოლო პერიოდში რამოდენიმე თვის წინ იაპონური ფონდი შემოვიდა კრედო ბანკში მაგალითად და ეს არის ასევე აზიური ინვესტიცია, ასევე ამ შუა დერეფანს ეხება. საქართველოს აი ამ კუთხითაც თავის როლს აძლიერებს და ჩვენი აქტუალობა ამ თვალსაზრისით იზრდება. იქნება ეს საფინანსო სექტორი თუ საგადახდო სისტემები. აი გადახდები ჩვენ შორის უნდა გაძლიერდეს. ვთქვათ ერთ-ერთი ისიც რომ აი სეფაში გაწევრიანებას, ანუ გულისხმობ ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში საქართველოს გაწევრიანებაზე მიდის მუშაობა, რა ეტაპზეა დღეს და რა მოლოდინი გაქვს შესაძლოა გაწევრიანება მოხდეს და ხომ არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან მიმართებაში კითხვები, ვთქვათ იგივე სეფაში, ანუ პოლიტიკა და ეკონომიკა მინდა რომ ისევ ერთმანეთთან დაკავშირო. ხო, რა არის და მე შეუშლის თუ არა ეს ხელს, კი ბატონო. ჩვენ ისევ ვამბობთ, ვემსახურებით დერეფანს, ვართ ხაბი, ეს ნიშნავს, რომ როგორც ესე იგი აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით უნდა ვიყოთ კარგად ინტეგრირებულები საგადახდო სისტემაში, საფინანსო სისტემაში. ჩვენ იმიტომ ვართ მიმზიდველები იგივე აზიური ბანკებისთვის, რომ ჩვენ ევროპულ საფინანსო სექტორთანაც ვართ დაახლოებულები და პირიქით ევროპისთვისაც, რომელიც აძლიერებს თავის ვაჭრობას რეგიონთან, ასევე ვართ მიმზიდველები იმიტომაც, რომ ჩვენ გვაქვს კარგი და მზარდი ურთიერთობები, იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს სინგაპური, თუ იქნება ეს დაუშვათ სპარსეთის ყურის ქვეყნები, ვისთანაც ასევე ჩემი მოადგილე ვიცე-პრეზიდენტი იყო ახლახან ჩასული საუდის არაბეთში მაგალითად და ვამზადებთ მემორანდუმს ურთიერთგაგების. აი ესეთი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ მართლაც ვიყავით ერთ-ერთი ქვეყანა და ცენტრალური ბანკი, რომელმაც 2022 წელს ერთ-ერთმა პირველმა კანდიდატი, ასე ვთქვათ, ქვეყნებს შორის შეიტანა განაცხადი ერთიანი ევროს საგადახდო სივრცეში, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნებს, რომ ჩვენც ვიყოთ ამ საგადახდო სისტემის ნაწილი და პრაქტიკულად ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის ევროს გადარიცხვების, ევროპასა და საქართველოს შორის გაიაფებას, გამარტივებას, დაჩქარებას. ჩვენ ტექნიკური ნაწილი პრინციპში უმეტესწილად შესრულებული გვაქვს. ტექნიკურად მოვამზადეთ ჩვენი კანონმდებლობაც და ჩვენი სისტემაც იმისთვის, რომ ვიყოს ინტეგრირებული. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ევროკავშირის მხრიდან მიღებული და ძალიან სამწუხარო იქნება თუ კი პოლიტიკური მოტივაციით მოხდება და უშუალოდ ხელის შეშლა, იმიტომ რომ ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარი არის ერთ-ერთი წამყვანი 20%-ია დაახლოებით ჩვენი ვაჭრობა და ჩვენი ბიზნესი იქ არის წარმოდგენილი, გზავნილებშიც მზარდი როლი აქვს და ძალიან მაღალი როლი აქვს, იზრდება მუდმივად ევროკავშირიდან გზავნილები და ამიტომ თუ კი საუბარი არის უფრო მეტ ეკონომიკურ დაახლოებაზე, უკეთეს თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, სეფაში გაწევრიანება ჩვენ დაგვეხმარება, მე იმეც ვიტოვებ, რომ ეს საკითხი დროულად
დროულად მოგვარდება ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, გავწიეთ ამისთვის ძალისხმევა. მაგრამ ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანია იგივე საგადახდო სისტემების დაახლოება, როგორც ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, მე ვგულისხმობ თურქეთს და აზერბაიჯანს, თურქეთთან უკვე სამუშაო ჯგუფიც კი ყავს შექმნილი, ასევე იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს დაუშვათ სპარსეთის ყურის ქვეყნები, ყველასთან მუშაობთ ამ თვალსაზრისით, რომ უფრო სწრაფი, უფრო ხელმისაწვდომი, ანუ ნაკლები დანახარჯები რო კონდეს ამას და ნაკლები შუამავლის გავლით ხდებოდეს ეს გადარიცხვები, ეს ტექნიკურად დღესდღეობით შესაძლებელია და ამ მიმართულებით ჩვენ მალე ახალი შედეგებიც გვექნება, რასაც გაგაცნობთ. კი ბატონო, საუბრობდით ევროპაზე, თქვენ ახსენეთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმედი არ იქნება იგივე სეფასთან მიმართებაში მიღებული, ამიტომ პოლიტიკა ამ ეკონომიკაზე მაინც აისახება და დღეს ჩვენ ვნახეთ IPP-ის რეზოლუცია ახალი, სადაც ყველა წევრ სახელმწიფოს და ამავე აზრმყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს ეს პარტია მოუწოდებს დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ომხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის მისი ოჯახის წევრების კომპანიების და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ, ანუ ეს უფრო პოლიტიკური ის არის, მაგრამ აქვე არის საუბარი, თქვენ რატომ გეკითხებით, თუ რა თქმა უნდა პოლიტიკურ შეფასებას თქვენ ვეკითხავთ. ევროპულ საბჭოს მოუწოდებს შესაბამის ზომები მიიღონ, რათა ქართულ ბანკის SWIFT და Visa Mastercard ქსელებიდან გათიშონ. შესაძლებელია მსგავსი რამ და არ ვიცი ასეთი ტიპის მოწოდება პოლიტიკური პარტიის მხრიდან მოკლედ როგორ არის აღქმული და თქვენ რა შეფასებას მისცემთ რომ პოლიტიკურ შეფასებას არ ვთხოვთ მაგრამ მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შემიძლია ხო და ამიტომ არ გამოვასწრებთ მაგრამ როგორც მექანიზმი არის პოლიტიკური ასე ვთქვათ მოვლენა მექანიზმი ამიტომ შეფასებაც ეკუთვნის პოლიტიკური ამ შემთხვევაში ანუ გნებავთ როგორც ერთი რიგითი მოქალაქის ასე აღვიქვათ ნუ ძალიან სამწუხაროა პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა რომ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები და განსაკუთრებით ადგილობრივი პოლიტიკოსები აქტიურობენ და ეჩენენ თავს ასე ვთქვათ ასევე უცხოელი პოლიტიკოსები იყენებენ სანქციების მექანიზმს როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღს ისე რომ არც დასაბუთება არის ჩვენთვის ყოველთვის გასაგები და გამჭირვალეც არ არის არც რაიმე არბიტრაჟის და ასე ვთქვათ შეპასუხების შესაძლებლობა არსებობს ანუ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩემი აზრით კონტრპროდუქტიულია და არ აღწევს იმ მიზანს რისთვისაც თავის დროზე ალბათ იყო სანქციები მოგონილი და უფრო იწვევს იმედგაცრუებას მოსახლეობაში და გულისწყრომას იწვევს ფართო საზოგადოებაში განსაკუთრებით როდესაც უსამართლობის შეგრძნება არის. ახლა იგივე თუნდაც ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ, ჩვენი საბანკო სისტემის მიმართ, თუნდაც ქართულ ბანკის მიმართ, როგორც ერთ-ერთი ასე ვთქვათ გამორჩეული საბანკო ინსტიტუტის მიმართ. ესეთი მოწოდების გაჟღერება თუნდაც ეს მხოლოდ ასე ვთქვათ პოლიტიკური რიტორიკის დონეზე იყოს, არის ძალიან უსამართლო, იმიტომ რომ ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ამ თვალსაზრისით, ხო, სხვა საკითხია ჩვენ რას ვფიქრობთ ამ სანქციებზე, სამართლიანობაზე და უსამართლობაზე, მაგრამ ნუ შემოიღებენ ქვეყნების სანქციებს და ვალდებულია ჩვენი საფინანსო სისტემა, რომ იქ სადაც დოლარს ეხება საკითხი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი რეგულაციის ვალუტა, იქ სადაც ევროს ეხება საკითხი, ეს არ არის ლარი, რომელიც ჩვენს ხელთ არის. ხო, ყველა უცხოური ვალუტა. ყველაფერი დავიცვათ ზედმიწევნით, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი საფინანსო სისტემის მდგრადობისთვის. ეხება ეს ფულის გათეთრების წესებს, თუ ეხება ეს იგივე სანქციების წესებს, ყველაფერს იცავენ თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად ჩვენც ამას უყურებთ და ვაკვირდებით და მათ შორის ქართულ ბანკიც, რომელიც ამ კუთხით არანაირი ასე ვთქვათ ფორმალური რაღაცა პრობლემა არ არსებობს და საყვედური არავის არ ეთქმის. ამიტომ ისევ და ისევ ეს არის უსამართლო და კიდევ ერთ რაღაცასაც ვიტყვი, ახლა მე უკვე როგორც ცენტრალური ბანკირი, როგორც ეკონომისტი და ეს ახლა არ არის სიახლეს არ ვამბობ. ასეთი მოხშირებული გამოყენება ან ხსენება ამ კონტექსტში SWIFT-ის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ეფექტური, ძალიან ისეთი სანდო მესიჯი საგადახდო სისტემის, ანუ გადარიცხვის სისტემის, ამის ხსენება როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღს, ანუ ამის იარაღად ქცევა, საბოლოო ჯამში თვითონ ამ სისტემას SWIFT-ს ასუსტებს და იწვევს სურვილს სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ალტერნატივებზე იფიქრონ. აი მაგალითად ევროკავშირშიც ეხლა და ძალიან ბევრ შეხვედრას ვესწრებით ამასთან დაკავშირებით, უფრო ხშირია საუბარი ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ ავტონომიაზე საგადახდო სისტემაში. ევროკავშირის ქვეყნებიც კი დაფიქრდნენ, რომ მოდით იქნება SWIFT-ისგან დამოუკიდებელი
Mastercard-ისგან და Visa-ისგან დამოუკიდებელი. კი და ამაზე საქართველოშიც იყო მთელი ამბავი, რომ Visa კარტები და Mastercard-ები უქმდება და ამაზეც კიდევ ერთხელ განმარტვა, თუმცა მოსმენიმა. კი ბატონო. თვითონ ესეთი, ასე ვთქვათ, წამდა უწუმ გაცვეთა SWIFT-ის ხსენების და რაღაც ამ პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში პირველ რიგში აზარალებს თვითონ SWIFT და ამ სისტემის მონაწილე შემქმნელ ქვეყნებს, იმიტომ რომ ამ სისტემის მიმართ ნდობა იკარგება ამ თვალსაზრისით და ისევ ამბობ, ევროკავშირია პირველი, ვინც სტრატეგიულ ავტონომიაზე და დამოუკიდებელ საგადახდო სისტემაზე იწყებს მუშაობას და რა გასაკვირია, რომ სხვა რეგიონებში სხვა ქვეყნებიც იგივეს ფიქრობდნენ და ფიქრობს რა საქართველო იგივეს. ამიტომ მე ვფიქრობ მაინც და ვიმედოვნებ, რომ საღი პოლიტიკური ძალები იქნება ეს ევროპა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი იმედები გვაქვს და ძალიან პოზიტიური განწყობით ჩამოვედით ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რომ ბევრი თანხმედრა გვაქვს ჩვენ ღირებულებებში, ხედვებში და ასე შემდეგ. არ უნდა იყვნენ დაინტერესებულები ამდენად დისკრედიტაცია მიაყენონ იგივე ამ თავის ტრადიციულ საგადახდო სისტემებს და შეამცირონ მათ მიმართ ნდობა. ეს ასე ვთქვათ ზოგადი კომენტარის სახით. რაც შეეხება Visa Mastercard-ს, რა თქმა უნდა, არც Visa, არც Mastercard-ი არცად არ გადის, რასაკვირველია. ეს რაღაცა ასე ვთქვათ, ან შეგნებული სპეკულაცია იყო სპეციალურად, რომ რაც პანიკა დაეთესა, ან რაღაცა მისკომუნიკაცია, არიან წარმოდგენილები საქართველოში, არიან ასე ვთქვათ, დიდი ხანია ჩვენი საბანკო სისტემის პარტნიორები და რაღაცა ბაზრის წილს ყოველთვის შეინარჩუნებენ. აქ უბრალოდ საუბარი არის, რომ 2015 წლიდან მოყოლებული მთელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ალტერნატიული საგადახდო ფინტექ მექანიზმები ვითარდება, ამას უწყობს ხელს იგივე ღია ბანკინგის მექანიზმი, რომელიც დანერგილია და ევროდირექტივებს ეყრდნობა და ასე შემდეგ და ალტერნატივებს ქმნის ბაზარზე და ქმნის კონკურენციას და ამცირებს მარჟებს და ამცირებს დანახარჯებს. ეს არ უშლის ერთმანეთს ხელს და ყოველთვის პარალელურად არის ნებისმიერ განვითარებულ ბაზარზე და საქართველოშიც მათ შორის. გასაგებია და ბოლოს ძალიან მინდა ლარის კურს და ლარსაც შევეხო თქვენთან ისე ვერ გაგიშვებთ სტუდიიდან დღეს სტაბილურია ლარი და დასტაბილური და მქონდა ეს აქციების პერიოდში ხო რაღაც მე იყო ეს რაღაც აპოკალიფტური სურათის დახატვა ხებების შედეგად რომ დილი და საღამოდ გვეცმოდა შეძახილები რომ ეხლა ლარი აუცილებლად გაუფასურდება და იქცა რა თქმა უნდა სწორედ ამაზე მინდა გითხოთ მაგრამ გვსმენია ისიც რომ ეროვნულ ბანკს ხელოვნურად უჭირავს ლარი და რომ თორე ლარი გაიქცეოდა მოკლედ ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა როგორ ჩვენ ვსაუბრობთ რამდენად სტაბილურია ლარი და რამდენად შეინარჩუნებს იმიტომ რომ ხედავთ რომ იყო უფრო ისეთი დაძაბული პერიოდები ეხლა თითქოს უფრო დამშვიდა თუმცა პოლიტიკური რყევები გეოპოლიტიკური ვითარება მოკლედ არ იცვლება ჯერ კიდევ სრულად გაურკვევლობაშია ბევრი რამ ჩვენს ირგვლივ ეს რამდენად შესაძლოა ისეთი რთულად იმოქმედოს მოკლედ ეროვნულ ვალუტაზე და რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკი დაიჭიროს ლარი ასე ვთქვათ როგორც ამბობენ. პირველ რიგში მინდა განმარტო რომ ჩვენ რა თქმა უნდა ხელოვნურად არანაირად არ გვიჭირავს კურსი ეს შეუძლებელიც არის. მაგიტომ გეკითხები შეუძლებელიც არის მიუხედავად იმისა რომ ჩვენი რეზერვები ახლა ასე ვთქვათ მუდმივად ვცდილობთ აკუმულირებას და გაზდას და არ არის ეს ჩვენი ამოცანა რომ ხელოვნურად რაიმე დავიჭიროთ იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას დეკლარირებული აქვს ცურავი სავალუტო კურსი რასაც თავისი დატვირთვა და დანიშნულება აქვს თუ კი რაიმე ასტაბილურებს ახლა ბოლო პერიოდებში და ბოლო წლებში და ბოლო თვეებში ჩვენს სავალუტო ბაზარს ეს არის ჩვენი ეკონომიკა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და ძალიან კარგი სტაბილური შემოდინება უცხოური ვალუტის ჩვენს ბაზარზე ანუ თვითონ ბაზარი და ეკონომიკური ჯანსაღი მდგომარეობა ასტაბილურებს ლარს რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი ყოველთვის ზათ არის რომ რაღაცა ისეთი წერტილოვანი მცირე ინტერვენციები განახორციელოს ჩვენი მანდატის ფარგლებში მაშინ როდესაც ჩვენ ხედავთ რომ ეკონომიკა კი სტაბილურია და არაფერი არ უნდა ემუქრებოდეს ზოგადად ვალუტას მაგრამ ესე იგი არის დაუშვათ რაღაცა სპეკულაციები არის აჟიოტაჟი და არის ცდილობა რომ იმოქმედო ბაზრის მონაწილეების სენტიმენტებზე განწყობებზე ანუ ასე ვთქვათ სუფთა განწყობებიდან გამომდინარე ხდება მოკლევადიანი რყევები აი ესეთი მოკლევადიანი რყევების დროს ჩვენ სრული უფლება გვაქვს რომ ეს დავასტაბილუროთ და არ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენოთ ზოგადად ლარის მიმართ ნდობა როდესაც ვხედავთ რომ ამას არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი არ აქვს მაგრამ მინდა გითხრათ რომ ნოემბრიდან მოყოლებული პრაქტიკულად ჩვენ ძირითადად ვალუტის შესყიდვის და აკუმულირების რეზერვების აკუმულირების რეჟიმზე ვართ გადასულები. ჩვენ გვაქვს ჩვენი წესი, რომ ესე იგი მომდევნო თვის 25 რიცხვში წინათვის შედეგებს ვაქვეყნებთ, თუ ეგრეთ წოდებული ვიმეჩ პლატფორმით რამდენი შევიძინეთ. ეხლა გამოვაქვეყნეთ მარტის შედეგები და 106 მილიონი დოლარი შევიძინეთ ჩვენ. უბრალოდ ეხლა ხო შევიძინეთ ჩვენ მარტის თვეში. აპრილში მინდა გითხრათ ეს ციფრი გახდება, ასე ვთქვათ, ცნობილი ერთი თვის შემდეგ და რამოდენიმე
მეჯერ უფრო მეტი გვაქვს შეძენილი და ბაზარის კრიტიკა ხან ამ მიმართულებითაც მესმის ხოლმე კრიტიკა რომ ძალიან ბევრ რეზერვს იძენს ბანკი, მე მესმის ხოლმე რომ ბევრს ყიდის და რეზერვი იცლება. ანუ რამდენად სწორია ეროვნული ბანკის ეს პოლიტიკა და მოკლედ დაიჭერს თუ არა თუ შეინარჩუნებს რა სტაბილურობა ლარს, აი ასეთი პოლიტიკით, რომელიც 30 წლის ხდება სხვათა შორის ჩვენი ლარის საიუბილეო წლევანდელი წელი გვაქვს ჩვენ საიუბილეო, ჩვენი ლარი ხდება 30 წლის, ლარი არის ჩვენის დამოუკიდებლობის სიმბოლო და ჩვენი ფინანსური სიძლიერის სიმბოლოთაც იქცა განსაკუთრებით ბოლო წლებში, რადგან ლარის მიმართ დობა მზარდია, ეს დეპოზიტების ლარში განთავსების ტენდენციაში, მზარდ ტენდენციაში აისახება, იმიტომ რომ ადამიანებს მოუნდათ დანაზოგის შექმნა ლარში, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ისე ვამბობ, რომ ჩვენ ძირითადად წლის განმავლობაში გვაქვს საშუალება, რომ პირიქით რეზერვი გავზარდოთ, დოლარი ვიყიდოთ. ასეთი მდგომარეობა, დადებითი მდგომარეობა ჩვენს ეკონომიკაში, შემოდინება ძლიერია, ექსპორტიდან შემოდინება, ტურიზმიდან შემოდინება, ამის სრული საშუალება გვაქვს, მაგრამ ეს ხო არ არის თვითმიზანი, როდესაც თუკი დადგება მსგავსი მომენტი, როდესაც ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, რომ ჩავერიოთ და ბაზარს მივაწოდოთ ვალუტა იმისთვის, რომ მოკლევადიანი რყევები დავასტაბილუროთ და ამ კუთხით არ შევქმნათ რაღაცა, არ გავაღვიოთ ნეგატიური მოლოდინები და ლარის მიმართ და ნდობის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს, ჩვენ ამას ყოველთვის დროულად გავაკეთებთ, მაგრამ მთლიანობაში ყოველთვის გვირჩევნია, რომ ვაკეთოთ აკუმულირება, მომართულები ვართ ჩვენი რეზერვების ზრდისთვის. თუ საჭიროება გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ფუნქცია შევასრულებთ. კი ბატონო, და ბოლოს რადგან ვახსენე უბრალოდ რომ 30 წლის ხდება თქო, ანუ უფრო გამყარებული შეხვდება ვალუტა თავის იუბილეს და მას ხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ გეგმავთ რაიმე ტიპის აღნიშვნას, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს დამოუკიდებლობის სიმბოლოა ლარი და შესაძლოა ამ თარიღს დაუკავშირდეს, არ ვიცი, რაღაც სტუმრების ჩამოსვლა, იგივე ღონისძიებები ან საერთაშორისო ფონდების, ან ისეთი მსხვილი ინვესტორების ჩამოსვლა ლართან მიმართებაში, არ ვიცი, რამით თუ აღნიშნავს ამ შეკითხვისთვის ტრადიციულად ცენტრალური ბანკები აღნიშნავენ ხოლმე ეროვნული ვალუტების ესეთ იუბილეებს. ჩვენც რა თქმა უნდა არ ვართ გამონაკლისი, ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებები გვაქვს მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი, საიუბილეო წელია, მაგრამ ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება მაისის ბოლოს გვაქვს ჩვენ დაგეგმილი, როდესაც დიდი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც ბევრი ჩემი კოლეგა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მოწვეული ყავს და უკვე ბევრმა დაგვიდასტურა კიდევაც დასწრება, გამოვლენ კიდევაც ესენი ამ კონფერენციაზე და თავის მოსაზრებებსაც გაგვიზიარებენ, ცნობილი ეკონომისტებიც გვეყოლება ამ კონფერენციაზე, საერთაშორისო ინვესტორებიც გვეყოლებიან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ყავს მოწვეული და ასევე გვიდასტურებენ, რომ მისიას ემთხვევა. თუმცა მანამდეა მათი ვიზიტი, ხო და კი, პარალელურად ემთხვევა და ჩვენ პატივი გვექნება ასე ისინიც მოწვეულები ყავს და დაესწრებიან, ბევრი ინვესტორი, ძალიან მაღალი ინტერესი და ისევ და ისევ ამ მაღალ ინტერესს მე უკავშირებ ჩვენს ძალიან კარგ, ძალიან მყარ ეკონომიკურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ყველას უჩნდება სურვილი რა ხდება ესეთი ამ საქართველოში, რომ მიუხედავად ასეთი გარე, ასე ვთქვათ, სირთულეებისა და გამოწვევებისა, აქ ამდენად კეთილსაიმედო ეკონომიკური მდგომარეობაა და ხდება ის, რომ არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არის მშვიდობა, რაც თავარია და არის სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და აი ამ გზავნილებს ვაწვდით ყველას და გვაქვს პოზიტიური პასუხიც. ძალიან დიდი მადლობა, კაპიტან ნათია, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. მე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იყო ღამის კურიერის სტუმარი. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, კვირის დასაწყისში ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს მიმოვიხილავთ სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ნახვამდის.